რა არის მამის როლი ბავშვის გაჩენიდან პირველი 8 თვის განმავლობაში? ფრანსუაზ დოლტო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თქვა, რომ ბავშვი პიროვნება უკვე დაბადებიდან და თავიდანვე მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არა მხოლოდ დედა, არამედ მამაც. ოღონდ არა როგორც დამხმარე, არამედ როგორც საყრდენი დედისთვის, რადგან სიცოცხლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბავშვი პირდაპირ დედის მეშვეობით ცხოვრობს, ხო? დედის სხეული ხმა, განწყობა, ეს არის მისთვის სამყარო, მთელი სამყარო და იმისთვის, რომ დედას ძალა ჰქონდეს და იყოს რესურსში, საჭიროა ფიგურა გვერდით, რომელიც მასზე იზრუნებს, ხარს დაუჭერს, დაეხმარება. ამიტომ მამის მთავარი ამოცანა ამ პერიოდში არის დედაზე ზრუნვა, არა უშუალოდ ბავშვზე, არამედ იმაზე, ვინც ახლა მთელ ამ ახალ სამყაროს ხელში იჭერს. და რას ნიშნავს დედაზე ზრუნვა? ეს არ არის უბრალოდ სახლში ყოფნა, ან საფენების გამოცვლაში დახმარება, ან მატერიალური უზრუნველყოფა. ეს არის შენიშვნა, როგორ არის ის კითხო, დღეს ისაუზმე, გინდა დაისვენო, როგორ გეძინა, რამე ხომ არ გჭირდება, ან ხომ არ გინდა მესაუბრო იმაზე, თუ როგორ გზნობ თავს. საკუთარ თავზე აღება ყველაფრის შესაძლებელია, პროდუქტები რეცხვა, საჭმელი სახლის მილაგებაც, თუ შესაძლებელია. გვერდით ყოფნა არა როგორც კონტროლიორის, არამედ როგორც მხარდამჭერის. არ მოთხოვნა, რომ ის იყოს წინანდელი, რადგან დედა შეიძლება ახლა არ იყოს რესურსში და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური. თქმა ხშირად, შენ კარგად არ თქმევ თავს, შენს გვერდით ვარ, შენ მნიშვნელოვანი ხარ, ძალიან კარგი დედა ხარ. და რა არ არის ზრუნვა, ამაზეც ვისაუბროთ. მითითება შეცდომებზე გამუდმებით, კრიტიკა, სამუშაოში ან ტელეფონში თავით გადაშვება, რომ ხელი არ შეუშალო. ან იმის თქმა, რომ თავად მან აირჩია ეს. ან მოლოდინი მისგან ვახშმების, სექსის და ძველი განწყობის. წყენა თუ ყურადღებას ვეღარ იღებ. ბრაზი, როცა გაღიზიანებული და დაღლილია. დედა ზრუნავს ბავშვზე, მამა დედაზე. ბავშვისთვის დედა ეს არის არა მხოლოდ მისი ხელები და ხმა, არამედ ისიც, თუ როგორ გზნობს თავს მის გვერდით. ხოლო მამა ეს არის ის, ვინც დედას აძლევს შეგრძნებას, შენ არ ხარ მარტო. შესაბამისად, ეს შეგრძნება გადაეცემა ბავშვსაც და მხოლოდ ამ სისტემაში გრძნობს ბავშვი თავს ნამდვილად უსაფრთხოდ. იყო საკმარისი კარგი მამა, არ არის მარტივი, ეს ძალიან რთულია და პირველ რიგში, იმიტომ რომ ამაზე იშვიათად საუბრობენ. და მამობას, ისევე როგორც დედობას, წინასწარ მომზადებას სჭირდება და პასუხისმგებლობის გადაანალიზება. კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ნახვამდის.